კომუნიკატორი პირდაპირ ეთერში დამბრუნა და ახლა ის პერიოდია, როდესაც თქვენთან ურთიერთობისთვის ვიყენებთ ხოლმე ამ დროს, ანუ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 40930 ან მოგწეროთ კომუნიკატორი წერტილში ან Facebook-ზე, ან შეგიძლიათ პირველი არხის საიტი გამოიყენოთ, მოკლედ ბევრი ან არსებობს და შეგიძლიათ არჩიოთ თქვენთვის სასურველი კომუნიკაციის საშუალება და ისე დაგვიკავშირდეთ. ეხლა რაც შეეხება სერიალებს, ჩვენს საიტზე პირველი არხის 1tv.gr-ზე არის გამოკითხვა, რომელი ქვეყნების სერიალები მოგწონთ, რომელზეც უკვე ნასტასია გესაუბრეთ, მაგრამ მდგომარეობა და სიტუაცია შეცვლილია. აღმოჩნდა, რომ 81% ითვლის, რომ ამერიკული სერიალებია მათი საყვარელი სერიალი. 6% მოწონს ევროპული წარმოების სერიალები, მხოლოდ 6% ანიჭებს უპირატესობას თურქულ სერიალებს, რაც ცოტა ნაკლებად დამაჯერებელია, იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მაყურებელსა და კი არა და ინტერნეტ მოხმარებელსა და ზოგადად ტელემაყურებელს ქცევის შორის დიდი სხვაობაა. შესაძლოა ეს მართლაც იმ ინტერნეტ მომხმარებლების რეალურ სურათს ასახავდეს, თუმცა ცხადია ინტერნეტ მომხმარებლები არიან გაცილებით ცოტა ადამიანები ვიდრე ტელემაყურებლები. და ეს ის ადამიანები არიან, რომელიც აი ზუსტად ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სერიალებს, მაღალი ხარისხის სერიალებს უყურებენ და აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს აი ასეთი ციფრი. პრინციპში ჩვენ შეგვიძლია უკვე მაყურებლებსაც გავესაუბროთ, რომ ერთ-ერთი მათგანი უკვე ხაზია. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ანუ მე მაქვს ასეთი შეკითხვა, ჩემი ყოფილი მეუღლე არის საზღვარგარეთ და მინდა მას მოთხოვა ალიმენტი და ესეთი ინფორმაცია მაქვს, არ ვიცი რამდენად სწორია, რომ დაუშვათ თუ იქიდან არ გადაიხდის, ამ შემთხვევაში დაგროვდება ეს თანხა და როდესაც ჩამოვა საქართველოში, მაშინ მოუწევს ამის გადახდა და მაინტერესებს ანუ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. პირველ რიგში უნდა მოგილოცოთ ჩემი და ნასტასიას სახელით დედის დღე. ამ ინფორმაციას ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ გავარკვიოთ. უბრალოდ დღეს აი მასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ პასუხობთ ხოლმე, იმ უწყებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ეხებათ ამ პრობლემების მოგმარება, დღეს ვერ ვახერხებთ, იქიდან გამომდინარე, რომ დასვენების დღეა. ვეცდებით ხვალზე ამ კვირაში გავარკვიოთ ეს ამბები და მე რა უკვე დეტალურად მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელოთ რეაგირება. ალიმენტთან დაკავშირებით მე როგორც მახსოვს, არის ესეთი კანონი იმ შემთხვევაში, თუ მამას ეკისრება ალიმენტი, ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა მას ამ ეტაპზე არ ქონდეს გადახდის საშუალება, სხვადასხვა მიზეზების გამო და მათ შორის არის ერთი, რომ საზღვარგარეთ არის, ნუ შეიძლება არ ქონდეს ხელფასი, რომელიც უფიქსირდება სადმე ოფიციალურად და ასე შემდეგ, თუმცა მას ეს ვალდებულება უგროვდება წლების განმავლობაში და როდესაც მას ოფიციალური შემოსავალი დაერიცხება, გაუჩნდება, ამ დროიდან მართლაც ჩამოეჭრება. როგორც მე მახსოვს, ეს წესი ესე მოქმედებდა, თუმცა სხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ესეთი ხელშეკრულება, ვირტუალური ხელშეკრულება გაფორმებული საიასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, რომელიც კვირის განმავლობაში შემოსულ თქვენს წერილებს მსგავს იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით ვაწოდებთ ხოლმე და ისინი კვალიფიციურ პასუხს გვაწვდიან უკვე პარასკევს პირდაპირ ეთერის საშუალებით. ამ კითხვასაც გადავცემთ მათ და პარასკევს თუ დაგველოდებით პასუხს მოგახსენებთ პირდაპირ ეთერში. აქვე მაყურებელს მინდა უთხრა საიასთან დაკავშირებით, მათ არა მხოლოდ თბილისში, არამედ და რეგიონებშიც აქვთ ოფისები, სულ 8 ქალაქს მოიცავენ, ბოლო ოფისი გახსნეს ზუგდიდში და ნებისმიერი კითხვით უფასო იურიდიული კონსულტაცია მათი სერვისია, შეგიძლიათ მათაც მიმართოთ და ჩვენ მოგმართოთ მას შემდეგ, რაც მათგან შესაძლოა ვერ მიიღოთ პასუხები, იმიტომ რომ პირველ წყარო ისინი არიან და ეს ჩვენი საშუალებით ეგრეთ წოდებული გაფუჭებული ტელეფონი შეიძლება გამოვიდეს, თუმცა ჩვენ შევეცდებით ცხადია, რომ ყველა თქვენი თხოვნა და შეკითხვა იყოს მაქსიმალურად პასუხგაცემული. გვაქვს კიდე ზარი? კიდე ერთი ზარი გვაქვს, მოგესალმებით. გისმენთ? გამარჯობა გინაცვალე. გამარჯობა. გამარჯობა. ჩილო დედი იწყეთა, დედები ყოფილიყავით. მადლობა. თქვენს კი ლოცავთ. სუდება ყოფილიყავით, ყველა დედი ისთვის, შეშემგროს, ბაბოიშვილო. 65 წლის კალი გირეკავ, ერასალო დეიდა. ამაზე კარგი პროექტი ამ არხზე არ გასულა. დიდი მადლობა. მისასალმებელი. სულ მოდანა ყოფილიყავით ტელევიზორში, არასოდეს არ გაუქმებულიყო თქვენი არხი, გინაცვალე თქვენი პროექტი. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა.
უღრმესი მადლობა, ქალბატონო. თქვენ ალბათ რაიმე საკითხთან დაკავშირებითაც გინდათ რომ მოგვიყვეთ და თუ შეგიძლიათ გადავიდეთ უკვე საქმეზე. გესმით ჩვენი? დიახ. დიახ. ხან პატარაშვილი 5 წლისა გენაცვალე. დიახ. ბავშვი მალანთყოფი, პირდებით ალანთყოფი. ბავშვი ხდება 5 წლისა ჯერ მამას არ უნახია. სამჯერ იყო ციხეში. იმ ნათიხასანა და ტრექიანთან მე ხო ვერ გავაწერებ შვილსაშვილო. დიახ. ხოლმე წამოაყოლე ჩემი შვილი და შვილიშვილი, შვილო ეს ხო პირდებით ალანთყოფი, ხო გადამდებია, ხო მეშინე მე ბავშვი არ დააბადე, დედა არ დააბადე. თუმცა ტუბერკულოზი პრინციპში განკურნებადია უკვე. არა, არის მაგრამ ახლა გამოვიდა ციხე ტუბერკულოზიანი მკურნალობა ტუბერკულოზი იწა ალანთყოფი და მე მეშინია შვილო. ბავშვი სულავათაწყა, მე ხლას მეწინა სამჯერ მეწინა, ერთ თვეში სამჯერ მეწინა ალანთყოფი. შვილი. შვილო, ორი დისპენსია ავიღე, ფილტვების სანთებით ხდება ალათა. სად ცხოვრობთ თქვენ? ავიღე და წამლებში მივედი. დახმარება არ აქვს ბავშვთა შვილო. რა დააშოვა ჩემო პატარა შვილიშვილმა? მიარ მინდა, ჩვენა ჩოხარი პენსიონერები ვართ. გასაგებია ქალბატონო, ჩვენი ოპერატორები კიდევ დაგიკავშირდებიან, უფრო დეტალურად გავარკვევთ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ და როგორ შეიძლება მოვძებნოთ ის გზები, რომ თქვენ მიიღოთ პენსია ან რაღაც გარკვეული ტიპის დახმარება. დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთ მაყურებელს გავესაუბროთ. კიდევ ერთ მაყურებელი ყავს, გისმენთ. გამარჯობა, გილოცავ დღევანდელ დღეს. მადლობა. მრავალშვილიანობას და ყველა დედას საქართველოში მიულოცავ ამ დღესასწაულს და მომავალი ყოფილიყოს უკეთესი. პირველ რიგში ქალბატონებისთვის და მე რა თქმა უნდა მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. მე რაზე გაწოდოთ ახლა ძალიან დიდ დროს არ წაგართმევთ რომ სხვისი დრო არ წავიღო და ამიტომ ჩვენ მე როგორც ველაპარაკეთ თქვენს პროდიუსერს ქუჩა დაზიანებული ეს არის ნაძალადევის რაიონში ბოგის ქუჩა. საშინელ მდგომარეობაშია. 35-40 წელია უკვე აგერ წერთ ასაკოვანი ხალხი ამ საკითხის ირგვლივ და დღემდის არაფერი არ მოგვარებულა. იქნებ როგორმე თქვენი რაიმე სამუშაოების შედეგად მოხდა ამის დაზიანება თუ არასდროს არ იყო გაკეთებული? ეს არის ისეთი დაქანებული ქუჩა, ზევიდან წამოსული წყლები არა რეცხავს ამ ქუჩას. მე გაკეთდა ჯერ კიდე კომუნისტების დროს სანიაღვრე, რომელიც გაკეთდა არა ინჟინერული გათვალისწინებით და ყოველგვარი დარღვევებით, ეს ერთი, მეორე კიდე საკანალიზაციო მილი არ მუშაობს, ჩართული აქვს ყველას კანალიზაცია ბოდიში და ამ სანიაღვრე მილში დგას სუნი გაუბედურებული, გამოსაცვლელია წყლის მილები და მოკლედ არ მიდიხარ ბევრ დრო წაგართვა ძალიან თქვენ თუ მიმართეთ კონკრეტულად ვინმეს თქვათ? კი, სხვადასხვა აგერ გვაქვს ჩამონათვალი, ხოლმე მეზოლებს აგერზიან, გვაქვს ჩამონათვალი, რამდენი ვისთან არა გვაქვს მიწერილი, მოყოლებული შევარდანძის დროიდან დაწყებული და დღემდის, მაგრამ არავინ პასუხს არ აქვს. გასაგებია ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი ზარისთვის, მართლა იქნებ თქვენ როგორც პირველი არხი, საზოგადოებრივი არხი, იქნებ როგორმე თქვენ მაინც მიაქციოთ ყურადღება და ერთი თხოვნაა, ჩვენ აი გამოვახსენოთ ჟურნალისტი თუ ეს შესაძლებელი იქნება რომ გადაიღოს და დარწმუნდეს თვითონ ყველა რომ ეს სიმართლე შეესაბამება ჩვენი საუბარი და არა ტყილებზე აგებულ იმას სიმართლეს. გასაგებია რომ ნამდვილად ასეთ ცუდი მდგომარეობაა ქუჩაზე. გასაგებია ბატონო, ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად 35 წელი მართლაც ბევრი დროა ერთი გზის პრობლემების მოსაგვარებლად. ვეცდებით ვიპოვოთ ის უწყება, რომელიც კომპეტენტურია ამ საკითხთან დაკავშირებით და ვკითხოთ რა გეგმებია და საერთოდ რატო არ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში. ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია შეგვირდეთ პრობლემის გადაჭრას, ერთ-ერთი შეგვიძლია ინფორმაციის მიწოდება შესაბამის ორგანოებთან და სწორი გზის მოძებნაში დახმარება არის ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტი, მოკლედ თქვენს დასახმარებლად.